ჩვენი სტუმარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცრუშვილი. გამარჯობა ქალტონა, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. ქალტონა, პირველ რიგში თქვენ როგორ შეაფასეთ მომხდარს, რაც დღეს მოხდა ოპერის წინ, როცა დააკავეს 3 ადამიანი? მოგესალმებით. მდგომარეობა არის ძალიან მარტივი, სამართლებრივადაც. ეს დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ერთ-ერთი მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ასეთ ქმედებას იერსახის დამახინჯების თავიდან ასაცილებლად. ანუ ინტერესი, რომელსაც სახელმწიფო ამბობს, რომ იცავს, ეს არის ქალაქის იერსახე. ასეთ შემთხვევაში მარტივია და გაკეთდეს ბალანსი, რომელი ინტერესი უფრო მაღლა დგას, ქალაქის იერსახის თუ ის ინტერესი, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც აქვთ ძალიან აქტუალურ საკითხზე, სურვილი რომ გამოხატონ თავიანთი პოზიცია, დააფიქსირონ საჯარო სივრცეში და ხმა მიაწვდინონ სხვა მოქალაქეებს ამ საკითხთან დაკავშირებით, სად არის საჯარო ინტერესი, რომელი უფრო მაღალია, ქალაქის იერსახის დამახინჯება, რომელიც ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა ასევე მუდმივი და რა თქმა უნდა ეს ბანერები შეიძლება ჩამოიხსნას. აღსანიშნავია, რომ ბანერებს იქ უამრავი ათობით სხვა ბანერები. კი, გეთანხმებით, ასევე ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდეც რომ არ იყოს ეს ბანერები მარტივად შეიძლება ჩამოიხსნას, ანუ ეს მუდმივ დამახინჯებას იერსახის ეს არ იწვევს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი, რომ მშვიდობიანი ფორმებით მოქალაქეებმა თავიანთი მოსაზრება დააფიქსირონ. ამ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მეორე ინტერესი გაცილებით უფრო მაღლა დგას, ამ ინტერესს იცავს საქართველოს კონსტიტუცია და ყველამ დაწყებული სამართალდამცავი ორგანოებიდან დამთავრებული სასამართლოთი უნდა იხელმძღვანელოს ამ ქვეყნის უზენაესი კანონით, რომელიც არის კონსტიტუცია. მე ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის ძალიან მოძველებული დოკუმენტი, 1984 წლის, ანუ საბჭოთა პერიოდში მიღებული კანონია და მართალია მიმდინარეობს მუშაობა მისი რეფორმისთვის, მაგრამ ჩვენ ვერ დაველოდებით ამ რეფორმას და ვერ დაველოდებით, როდის გახდება ეს კანონი უფრო პროგრესული. მოსამართლეებს და პოლიციელებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ იხელმძღვანელონ კონსტიტუციით და განსაჯონ, რომელი ინტერესი არის უპირატესი. აქვე მინდა ერთი განმარტება გავაკეთო. ჩვენ ვარაუდობ, რომ მოვისმენთ ასეთ განმარტებებს, ასეთ შეფასებებს, რომ სასამართლო გადაწყვეტს ამ საკითხს. არა, ეს არ იქნება სწორი მიდგომა. პოლიციელებს, სამართალდამცავებს, რომლებიც ადგენენ ოქმს და აკავებენ ადამიანს ამ მუხლის დარღვევის საფუძველზე, ეკისრებათ ვალდებულება, რომ სანამ სასამართლოში მივა საქმე, თავად იმოქმედონ სწორად და სწორი მოქმედება კიდე ერთხელ მდგომარეობს იმაში, რომ ვიხელმძღვანელოთ კონსტიტუციით და იმ ფუნდამენტური უფლებით, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციით დაცული და არა ქვემდგომი ნორმატიული აქტით. ქალტონა, მე მინდა რომ აი საზოგადოებას ვანახოთ, რა ტიპის ბანერებზე იყო საუბარი, რის გაკვრასაც აპირებდნენ ჩვენი ჟურნალისტები და სტუდენტები ასევე ოპერის წინ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვართ მომსწრე უცნაური პროცესების. ჩვენ გვახსოვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლების სახლთან გამართული აქციები, რომელიც კანონით აკრძალულია და მუქარას და ქოების როლას ჰქონდა ადგილი, სადაც პოლიციელებს ძალიან მცირე რაოდენობა იყო თავმოყრილი. ჩვენ გვახსოვს ბიზინა ივანიშვილის სახლთან გამართული აქციები, სადაც ასობით პოლიციელი იყო მისული. დღესაც ჩვენ შევესწრეთ, როდესაც საქმე შეეხებოდა უშუალოდ ბიზინა ივანიშვილს, პოლიციელების დიდი რაოდენობის თავმოყრასთან ჰქონდა საქმე და ხელისუფლება იყო მობილიზებული, რომ ეს აღეკვეთა. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის ფონზე რამდენად ჯანსაღია თავისთავად ეს პროცესი, რამდენად ჯანსაღია ხელისუფლების მიდგომა მსგავსი საკითხების მიმართ? გავიმეორებ იმას, რაც უკვე არაერთხელ მithქვამს მედიის საშუალებით, ხელისუფლების დემოკრატიულობა განისაზღვრება არა იმით, რამდენად შემწყნარებელია და იტანს ის საჯარო სივრცეში მის მაამებლურ ან მისი პოზიციის გამგრძელებელი პოზიციების დაფიქსირებას, არამედ იმას, თუ რამდენად არის ის ღია და შემწყნარებელი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ. და ის მაგალითები, რომელიც თქვენ მოიყვანეთ, აჩვენებს ერთ რამეს, რომ სახელმწიფოს აქვს ძალიან შერჩევითი მიდგომა საკითხების მიმართ. როდესაც მის საწინააღმდეგო პოზიციას მოქალაქეები მშვიდობიანი კონსტიტუციური ფორმით აფიქსირებენ საჯარო სივრცეში, არაერთი მაგალითი გვაქვს უკვე სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური ხშირად უკანონო ჩარევებისაც. მე მახსენდება ფაქტები, მათ შორის ქუთაისში, როდესაც ზუსტად ანალოგიური მუხლით მოხდა ადამიანების დაჯარიმება, იქაც საუბარი შეეხებოდა რამოდენიმე პლაკატის გაკვრას, სადაც მთავრობის და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო მესიჯები იყო გაჟღერებული. მე მინდა მსმენელს განვუმარტოთ
ერთი მარტივი ჭეშმარიტება. სახელმწიფო შეიძლება ეთანხმებოდეს მესიჯს ან არ ეთანხმებოდეს, მაგრამ შინაარსში შესვლა ეს არ არის სახელმწიფოს ფუნქცია. მისი ფუნქციაა ყველას თანაბრად მისცეს საჯარო სივრცე მშვიდობიან ფორმებში გამოხატვისთვის და უზრუნველყოს, რომ ეს გამოხატვა არ იყოს ხელშეშლილი სახელმწიფოს წარმომადგენლების ან მესამე პირების მხრიდან. რასაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელ მაგალითზე, მე მახსენდება ასევე Stop Russia-ს აქცია, სადაც მართალია საბოლოოდ ეს აქცია შედგა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეშლის მცდელობები ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეშლის მცდელობები დაფიქსირდა. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებას არ უნდა საჯარო სივრცეში ისმოდეს განსხვავებული აზრი და ამისთვის შერჩევითად იყენებს კანონს და იყენებს სახელმწიფო მექანიზმებს, რაც არის ძალიან ცუდი. ამიტომ ასეთი მაგალითები, როდესაც ფიქსირდება, სახელმწიფოს წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ვეღარ ისაუბრებენ პოლიციის დეპოლიტიზირებაზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიღწევა, როგორც ამას გვიხატავენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ პოლიცია ჩვენს ქვეყანაში ვერ არის ბოლომდე დეპოლიტიზირებული. ამიტომ მე მინდა კიდე ერთხელ განმეორდე, რომ სასამართლოებზე ნუ გადაიტანენ განსაკუთრებით პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას და ნუ იტყვიან, რომ საბოლოო სიტყვა სასამართლო იტყვის, იმიტომ რომ პრინციპულად არასწორია თავიდანვე, როდესაც სამართალდამცავები ამ მოტივით ადამიანებს აკავებენ. და ბოლოს მე მინდა მედიის მიმართულებითაც გითხოთ, ჩვენ ბოლო კვირების მანძილზე შემსწრე ვართ იმისა, თუ როგორ აქტიურად ცდილობს ხელისუფლება რუსთავიორის ასე რომ ვთქვათ, რუსთავის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას უყურებთ, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ, თუმცა თვითონ ამას რა თქმა უნდა უარყოფენ. ამ კონტექსტში და აკავეს დღეს თამარ ჩერგოლაშვილი, ჩვენი ტელეკომპანიის დირექტორიც. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ეს ერთგვარი მიზანმიმართული მწყობრი პოლიტიკა ხელისუფლებისა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ? ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია ითქვას, რომ არის ძალიან არასასიამოვნო და საშიში სიგნალები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ცდილობს მედია გარემო გარკვეულწილად გააკონტროლოს. განსაკუთრებით აქტუალური აქ ვახსენოთ, რომ წინა საარჩევნო პერიოდში შედის მალე ქვეყანა და ამ კონტექსტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესებისთვის, რომ შევინარჩუნოთ პლურალისტური მედია გარემო. და შევინარჩუნოთ სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ხელისუფლების კრიტიკა. შეიძლება კონკრეტულ მესიჯებს მოქალაქეები არ იზიარებდნენ, ან დღევანდელი აქციის, ან რომელიმე სხვა აქციის, მაგრამ ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ თუ ხელისუფლება დაიწყებს მოქალაქეების მესიჯების შინაარსის კონტროლს, მაშინ ყველა მოქალაქე შეიძლება ხვალ დადგეს იმ საფრთხის წინაშე, რომ მისი მესიჯი ჩაიკეტოს, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას სამართლებრივი ზომები და ამგვარად ჩვენი ფუნდამენტური უფლებები დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უკვე შევიდა იმ ფაზაში, როდესაც ძალიან კრიტიკული მდგომარეობა იქნება გამოხატვის თავისუფლების და მედია თავისუფლების მიმართულებით. ყველა ეს ფაქტი გროვდება და ძალიან ცუდად აისახება ხელისუფლების იმიჯზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და ის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელიც უკვე ტენდენციის სახით ფიქსირდება, შეწყდეს. ამისთვის საჭიროა ერთი რამ. მე ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ მარტო სასამართლოზე ვერ გადაეტანენ პასუხისმგებლობას, მაგრამ არ უნდა გადაეტანონ ასევე პასუხისმგებლობა ცალკეულ პოლიციელებზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ არსებობს ბევრი ეჭვი მის შესახებ, რომ ცალკეული პოლიციელები ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ იღებენ. ამიტომ შესწავლილი უნდა იქნეს ამ პოლიციელთა მოქმედებები, მათი შესაბამისობა კანონთან და იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება გადაცდომა, უნდა მოხდეს მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება. თუ ამ გზით არ წავა ხელისუფლება, მაშინ ჩვენ მივიღებთ მდგომარეობას, როდესაც სამართალდამცავებს შემდეგ ჩვენ უკვე ვეღარ გავაკონტროლებთ და შეიძლება მათ უკვე თავიანთი ინიციატივით გამოიცნონ, რა შეიძლება ხელისუფლებას მოეწონოს და ამ სტანდარტით იმოქმედონ. ამიტომ გამოსავალი არის მარტივი. შესწავლილი იქნეს მათი მოქმედებების შესაბამისობა კანონთან, გამოკვლეული იქნეს ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ თუ ზემდგომების ინსტრუქციების ქვეშ, ამ ზემდგომების პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს ასეთ შემთხვევაში და როდესაც მივიღებთ 2-3 მაგალითს, როდესაც ადამიანებმა პასუხი აგეს კანონის წინაშე, პრობლემა აღმოიფხვრება, იმიტომ რომ არც ერთ პოლიციელს დარწმუნებული ვარ, არ სურს შეასრულოს ბრძანება, რომელიც არ იქნება შესაბამისობაში კანონთან და ამისთვის აგოს პასუხი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო რომ იყავით ჩვენი სტუმარი.